6 ივლისს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართება კომპოზიტორ კახა ცაბაძის საავტორო კონცერტი. Საამოზე გაჟღერდება კახა ცაბაძის კამერულ, ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწარმოებები, ასევე ინსტრუმენტული ნაწარმოებები ორკესტრის თანხლებით. კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი და თემაზე სასაუბრად შემოგვიერთდა თავად კომპოზიტორი ბატონი კახა ცაბაძე. დილა მშვიდობის, გმადლობთ მომბრძანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ესეთ დატვირთული გრაფიკი გაქვთ და გამნახეთ დრო და გვეწვიეთ. მადლობა პირიქით. მადლობა რომ თქვენ გაქვთ დატვირთული პროგრამა და რაღაცნაირად დრო მომუძებნოთ. ბატონ კახა, გარკვეულწილად ვამცეთ საზოგადოებას თურიზმის მენა მოუწევს, როდესაც მობრძანდება ამარჩეულებრივ საღამოზე. Რა თქმა უნდა გითხოთ მზადების შესახებ, როგორი არის წინა საკონცერტო პერიოდი და ვინ წარსდგება მსმენელის წინაშე. იცით რა, მზადების პერიოდი გადანაწილებულია თითქოს იქ ვოკალისტები კონცერტმაისტერთან ერთად მუშაობენ, იქ ჩასაბერები, ცალკე სიმები, ორკესტრი ვიწყებთ 4-ში რეპეტიციებს, იქნება საბავშვო მუსიკაც. ხო, და ორკესტრთან ერთად, ასე რომ ასე სიურპრიზებიც იქნება. სხვათა შორის ერთ-ერთი სიურპრიზი მეც მელის, იმიტომ რომ მეც არ მინახია. მარიონეტების თეატრი არის არაჩვეულებრივი თეატრი, ჩართული და რა დადგეს ჩემს მუსიკაზე, მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს. იქნება. ასე რომ და რაც შეეხება მონაწილეებს, ძალიან საინტერესო, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ასაფასებელი ხალხია. გიორგი გაგნიძე იქნება მის შვილთან ერთად. გველესიანი სულხანი, ნატალია ქუთათელაძე, სტეფანიშვილი, ნათია ოპერის მომღერლე, ფირცხალაიშვილი, ანა მოგი ჩამოვა. ცაბაძეების კონცერტის სიმღერის გარეშე არ გამოვა, მაგრამ იქ საესტრადო სიმღერა არ იქნება და გოგა შავერზაშვილი, არაჩვეულებრივი იმპროვიზატორი, კომპოზიტორი, ჩემი მეგობარი, ჩემ სიმღერებზე გააკეთებს რაღაც ფანტაზიას, ესეც სიურპრიზია იქნება. ხო, სანდრო გეგეჭკორი იქნება, არაჩვეულებრივი გოგოები, ლიზი რამიშვილი, მარია მობოლაშვილი ჩამოდის, ირაკლი ევსტაფიშვილი დაუკრავს ფლეიტის კონცერტს, ვოკოლიშვილი, თამარ ბარდაველიძე თორე ჩამოდის თურქეთიდან. კონცერტმაისტერები იქნებიან ვიქტორია ჩაპლინსკაია, ნათია ბერაია, დათუნა ალადაშვილი და როგორც გითხარით, ხა აწლედის მოწაფეები იქნებიან, იმიტომ რომ საბავშვო მუსიკას რაღაც ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდ დროს უთმობ, რადგან უფროსებმა ცოტა არ იყოს პოლიტიკაში გადავინაცვლეთ და პატარები დაგვავიწყდა. ნუ ორკესტრი იქნება თბილისის კონცერტინო. და დირიჟორი იქნება ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი. როცა შემოქმედი ბრძანდებთ ახლა ის მუსიკა რაც უნდა მოისმინოთ, თქვენ სიურპრიზი იქნება, მაგრამ ქმნით, უსმენთ, აკეთებთ პროცესია ხო თქვენი. მაგრამ აი რა შექმნება, როცა ეს ყველაფერი უკვე საჯარო ხდება, ყველამ უნდა მოისმინოთ და თქვენც უნდა უყუროთ და შეიძლება სხვა თვალით შეაფასოთ. რა მომენტი რა შექმნება ეს? თითქოს თქვენია კი არა, თქვენია აბსოლუტურად, მაგრამ იმ მომენტში უკვე თქვენი და მაყურებლის უნდა გასაგებია მსმენელის. იცით რა, თავიდან როცა აკეთებ იდეის სახით, როდესაც მოდის ეს ყველაფერი, აკეთებ შენთვის, შენ სათქმელს. მე სულ ამბობ ხოლმე, ბავშვები ხო ხატავენ, ყველა ბავშვი ხატავს, მაგრამ მხატვარი ყველა არ არის, ხო? ასე არის მხატვარი, გადმოსცემს თავის ნახატით, კომპოზიტორი, მუსიკით. წერალი თავის ნაშრომში. მე ჩემს სათქმელს ვამბობ მუსიკით და მე მსმენელმა როგორ აღიქვა. სულ ვამბობ ხოლმე, რომ მეცნიერება არის რაღაც დასკვნებს იძლევა და ხელოვნება კითხვებს სვამს. ასე რომ მე რაღაცა კითხვებს დაუსვამ ჩემს მსმენელს და მსმენელი რა პასუხს გასცემს ამ კითხვებს, ისე საინტერესო პროცესია. სხვათა შორის ერთი ძალიან დიდი თვისება აქვს სწორედ აი საჯარო შესრულება. ძალიან ბევრ შენს პლუსსაც თავისთავად, მაგრამ ბევრ მინუსს ხვდები. სხვა თვალით უყურებ? სხვა თვალით უყურებ. აი დროის თვალსაზრისით, ნაწარმოების მასშტაბის, ვთქვათ, აი ძალიან ბევრ რაღაცას პოულობ ხოლმე და იმიტომა მე მეორე რედაქცია, მესამე რედაქცია და ესე რომ აკეთებენ, აი მაქედან გამომდინარეა. დასეყალიბდება შედევრი თავისთავად და ის ღირებული მუსიკა ხო თავისთავად. ხო, შედევრი. დროს უძლებს, ასე ვთქვათ.
ბატონო კახა, ყოველთვის აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ არ მხოლოდ საქართველოში და ქართველი მუსიკოსები ასრულებენ ამ თუ იმ თქვენს არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს, არამედ საზღვარგარეთაც ძალიან ხშირად ხვდებით ხოლმე თქვენ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით, რომ მე თბილისში ვთქვათ და ისინი თურქეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში. რამდენად არის შესაძლებელი საომავლოდ ხომ არ გაქვთ დაგეგმილი, რომ უცხოეთშიც გამართოთ კონცერტი? სამომავლოდ არ ვიცი, მაგრამ აი ამერიკიდან ჩამოდიან და 6 ივლისს ზუსტად იმ საღამოს აქვთ კონცერტი კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ასე რომ მე და ჩემი მუსიკა უცხოელებთან ერთად ვერ შევხვდით ერთმანეთს. ვერ გადავიკვეთეთ, იქაც უკრავენ ჩემ რაღაცებს და მაგრამ მე კონცერტი მექნება და ჟანრობრივად დატვირთული იქნება 6 ივლისის საღამო, როგორც აღნიშნეთ, აქ იქნება ასევე საბავშვო მუსიკაც. საბავშვო მუსიკაც რა მინდა რომ რაღაცა ყველა სფერო, ყველა თაობას, ყველა გემოვნების ადამიანს. ну რა თქმა უნდა გემოვნება ცოტა ხო ის თემა რომელზეც ვერავის შევიერთდებით, მაგრამ თქვენი ხედვით გინათ რომ ყველას შეეხო და ყველას მიუძღვნა ეს ჩემი საღამო. ჩართული რამდენად ხართ? აი თავიდანაც დავშთით გარკვეულწილად, მაგრამ თქვით რომ რაღაცა სიურპრიზული იქნება. ხართ რომელ ავტორების კატეგორიას მიეკუთვნებით, რომ ყველაფერს უსმენს, ყველაფერი უნდა გაიგოს, ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მოსწავლე, რომ აძლევთ თავისუფლებას. სიმართლე ვთქვა. მაგისთვის მე მივეკუთვნები იმ კატეგორიას ავტორებისა, რომლებიც დაწერის დროს არიან ბედნიერები. აი მე უკვე ხანდახან ისეთ ინტერპრეტაციას მოისმენ ხოლმე შენი ნაწარმოების, რომ შენი აღარ გგონია. ავტორი ასე რომ მაგაზე კარგი ის აქვს მოყოლილი მიხეილ თუმანიშვილს, რომ თურმე კრიაშვილზე რომ მუშაობდა, აიდო კრიაშვილის ფოტოწი მაგიდაზე და რომ მუშაობდა ვერსიებზე უყურებდა რომ თუ ესე შემოერტყა ხელიო გავჩერდებოდა და ხანდახან შეიძლება შემოერტყა ფოტოსთან კარგია მუშაობა, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული გარანტიები ხელის არ შემორტყმის გააქვს და ისე ცოცხლად ცოტა რთულია. თავად როდესაც მუსიკას ქმნით იგივე თუნდაც ბავშვების რეპერტუარზე ხო თავარი სათქმელი ის რაც გაქვთ როგორც ცდილობთ რომ გადმოსცეთ და რა არის ის თავარი სათქმელი სწორედ რასაც მუსიკის მეშვეობით ცდილობთ რომ გადასცეთ მაყურებელს მსმენელს თქვენს შემოქმედებას. ნუ ხა საბავშვო მუსიკას ვამბობ ხოლმე რომ ისე უნდა იცხოვრო და ისეთი იყო როგორცაც ბავშვები გხედავენ. იმიტომ რომ ბავშვებს არაფერი არ ეშლებათ. ვერ ამღერებ ძალით, ვერ დააკვრევინებ, ვერ მოაწონებ ვერაფერს. ასე რომ ეს აქეთ ხარე ცოტა ესეთია. მერი დავითაშვილს აქვს არაჩვეულებრივი გამონათქვამი. რომ საბავშვო მუსიკა უნდა წერო ისე როგორც უფროსებისთვის, ოღონ ცოტა უკეთო. და რაც შეეხება ახლა უფროსებს რა ვიცი, გაგითხრით. რას ითვალისწინებთ ხოლმე, როდესაც საბავშვო მუსიკას ქმნით ბატონო კახა? იცით რა, ვითვალისწინებ ქართულ სულს და რატო რამ გამიჩინა ეს აზრი. მე კომპოზიციას ვასწავლი ერთი პერიოდი 10 წლებში, ნიჭი ერთ 10 წლებში და მოქონდათ სულ რაღაცა ესეთი რუსული დაბოლოებებით, რუსული კილოკავით მუსიკა. და მე მივხვდი რომ ეს არის ის დამსახურება ჩვენს ნიკოლაევის დავსწავლობდით სანოტო კრებულიდან დაწყებითი და დღესაც იქიდან სწავლობენ ბავშვები და გონიათ რომ მუსიკა არის ის გავლენა ხო რომ გონიათ რომ აი ესე გუსი გაგაგა და რაღაცები არის გადატანილი ფორტეპიანოზე და გონიათ რომ ეს არის და ამიტომ ძალიან ბევრი დაწყებითებისთვის გავაკეთე ძალიან ბევრი იმიტომ მინდა რომ რაღაც ქართულ ჰარმონიას ქართულ მელოდიკას რაღაცა ფოლკლორსაც ციტირება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ მაინც რაღაცა ქართულ სულს ვდებ, იმიტომ რომ შეიძლება უფრო მეტად ვფიქრობ საბავშვო მუსიკის დროს ამ თემაზე, ვიდრე უფროსებისთვის. იმიტომ უფროსებს მაინც უფრო სხვა ხედვა აქვთ ყველაფერი და ბავშვებში გასავითარებელი ეს თემა. ძალიან საპასუხისმგებლოა ალბათ, იმიტომ რომ ერთგვარად თქვენ ახლა ბრძანეთ კარგი მაგალითი მოვიყვანეთ, საბავშვო მუსიკა, კარგი მუსიკაზეა საუბარი. ხო რაღაც მის გემოვნებას აყალიბებს, მის ხედვას აბსოლუტურად და ნამდვილად ძალიან საფრთხილო და საპასუხისმგებლოა ნამდვილად. შეიძლება საბოლოო ჯამში საერთოდაც არ გააგრძელოს ეს გზა, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩამოყალიბდა
ჩამოყალიბდეს კარგ მსმენელად, რაც და შეფასებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანი ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, ეს ითით რა, ვინც მუსიკას ეზიარება, ეს სტატისტიკურად არის ცნობილი, რომ კრიმინალში ნაკლებად არიან ჩართული ის ხალხი, ვინც აი მუსიკალურ სამყაროში ოდნავ მაინც გაუuliert ასე ვთქვათ. ისევ საღამოს დავუბრუნდეთ, შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენს თემას, სად როდის გაიმართება და ნუ დანჩენზე შენარსა დაახლოებით მოვისმინეთ ზოგი რამ თქვენსაც სურპრიზი ყოფილა დანჩენ გავუტოვოთ სვენელს. ესე იგი 6 ივლისს რუსთაველის თეატრში დიდ სცენაზე გაიმართება ჩემი საავტორო საღამო ორშაბათს დღეს იმიტომ თეატრებს ყველას ორშაბათს ძალიან უცხო ხალხის მისაღებად 7 საათზე საღამოს 19 საათზე საღამოს 7 საათზე ანუ მონაწილეებზე ვისაუბრეთ ბილეთები ნაკლებად იმიტომ რომ მოსაწვევები ძირითადად ალბათ იმდენი მოსაწვევები არა მარტო მე არა იქ მონაწილეებს სჭირდებათ ვთქვათ იგივე კულტურის სამინისტროს მერიას ხარდამჭერებს მადლობა წარმატებას გესურვებთ ბატონო და დარწმუნებული ვარ რომ ერთი მშვენიერი საღამო ველოდებათ ორშაბათს მათვინც რუსთაველის თეატრში დიდი მადლობა კომპოზიტორი კახა ცაბაძე გესაუბრებოდა